ზოგჯერ ლოცვისაგან, ოღონდ ეს ამის მერე როცა უკვე ეს მდგომარეობა შენს გამოცდილებაში შემოვა პერიოდულად, ლოცვისაგან მჭვრეტელობა იწყება, რომლის დროსაც წყდება ბაგეებით ლოცვა. მლოცველი აღტაცებაში მოდის, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენში სიმშვიდეს, გონივრულობას, ქრისტეს დარ თვისებების ჩვენში მყოფობას. ასეთ მდგომარეობას ლოცვით მჭვრეტელობას უწოდებთ, რომელიც არ გულისხმობს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმეს წარმოდგენას და მოჩვენებით ოცნებებს. სხვათა შორის, ეხლა ადამიანები ასეთ რაღაცებს რო კითხულობენ და თქვენც ახლა გესმით. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება ხელოვნურად ესე შეიძლება არ არქმევენ, მაგრამ ისე ინდომებენ, ესე ვთქვათ. და რას ინდომებენ? არა იმას, რომ შემიწყალე, არა იმას, რომ გადამარჩინე, არა იმას, რომ მადლობა ღმერთო, რომ ღირსი გამხადე აქ ვდგავარ, არამედ ძალდატანებით სურთ, რომ ამ მჭვრეტელობის მდგომარეობაში მოვიდნენ და ფსიქოსომატურ რესურსს თავენ საკუთარი თავისას. იოგებივით იქცევიან, ფსიქოსომატური რესურსს თავენ, ახმარენ ჩვენ უნარს წარმოსახვისა. როცა ჩვენ შეგვიძლია წარმოვისახოთ. ასე დროს ადამიანი ეშმაკის დასაცინი ინსტრუმენტი ხდება, თვითონაც ცდილობს წარმოიდგინოს, წარმოისახოს, მერე ეშმაკიც ეხმარება და იწყება წარმოსახვების და ფანტაზიების კორიანტელი. მისტიკურია ეს, არ არის მატერიალური. და რადგან მისტიკურია, ადამიანს საწყალ ადამიანს ამ დროს გონია, რომ ეს ღმერთისგან არის და ადამიანი რაც მეტად და მეტად ჩაეშვება ამ დემონურ ჭყუიალა რაღაც მორებში შეიძლება ასე ითქვას, უფრო და უფრო შორდება ღმერთს, უფრო და უფრო ზიანდება მისი სულიერი სამყარო, უფრო და უფრო ზიანდება მისი ფსიქიკა და ბოლოს ფსიქიური დაავადებაც, უკვე ანუ ფსიქიკაც უზიანდება და ფსიქიურ დაავადებამდე შეიძლება მივიდეს, ამას ემატება სიამაყე, ამას ემატება პატივმოყვარება, რომ მე მაქვს იმის განცდა, ხო, გესმის და შეუვალი ხდება ადამიანი მოძღვრის სიტყვისთვის, შეუვალი ხდება სხვა გამოცდილი თუნდაც სულიერი დისა ან ძმის სიტყვისთვის და ესე ნელა-ნელა ადამიანი სამწუხაროდ ხდება დემონის მსხვერპლი. ამიტომ ხაზგასმით ისააკასური გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ამაში წარმოდგენა, რაიმესი მოჩვენებითი ოცნება, როგორც ეს და ნახეთ რას ამბობს, როგორც ეს უგუნურებს გონიათ. ანუ ბუნური სულელს ნიშნავს. ისააკასური სულელს უწოდებს იმ ადამიანს, რომელიც სულიერი ცხოვრების, სულიერი მდგომარეობის დეფიციტს ავსებს წარმოდგენებით და წარმოსახვებით, ხელოვნურად და ხდება ეშმაკის დასაცინი.